ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზმა კი ლონდონში მოღვაწე ქართველი ემიგრანტის ხათუნა შავგულიძის პოეზიის საღამოს უმასპინძლა. საღამოზე პოეტმა 30-მდე ლექსი წაიკითხა, რომელიც პატრიოტული თემატიკის გახლდათ და საქართველოს ეძღვნებოდა. ჩვენ დავბრუნდებით ასექვია ლექსების კრებულს, რომელიც პოეტმა 2008 წელს გამოსცა. პოეზიის საღამო დიასპორის საკითხებში საქართველოს მინისტრის აპარატის და შემოქმედებითი ჯგუფი დეკარტის ორგანიზებით გაიმართა. Why to გავწდეთ, გადავიკარგოთ და საქართველო მარიარწევოს. დარჩეს სხვას ჩვენი ტურფა სამშობლო, უფრო ძლიერს და მრავალრიცხოვანს, რა ერის მაშინ ჩვენს ალოცავებს, ვინღა დაუნთებს სანთას მაცხოვარს. Why to წერა დავიწყე 2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ. რაღაცა მოხდა ეტყობა შიგნით და ამან გამოიწვია, ასე ვთქვათ, რაღაც ისე სკოლის დროსაც წერდი რაღაც პატარ-პატარა ზურიკელას ლექსებს, ასე ვთქვათ და მერე ვხევდი. დიასპორის დღეები სამწუხაროდ დასასრულს უახლოვდება, საბედნიეროდ კი გვეუბნებიან, რომ იყო ძალიან წარმატებული და ძალიან საინტერესო. ძალიან ბევრ ჩვენ თანამემამულეს მოუთქვა გული და მგონი ესეთი ღონისძიებების ჩატარება აუცილებელია იმისთვის, რომ დაინახონ, რომ ჩვენ მათზე ვზრუნავ და ეს ნდობა უნდა გაჩნდეს. ჩვენს თანამემამულებსა და სახელმწიფოს შორის. დიდ კინოინდუსტრიაში გადავინაცვლო და უნდა მოგახსენოთ სტატისტიკის ერთი მნიშვნელოვანი თემა.